მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს. დიახ, დღეს სამშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ საბავშვო რუბრიკის ფარგლებში შემოგიერთით და რუბრიკაში დღეს ვაპირებთ საუბარს ბავშვებში მეტყველების პრობლემაზე. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბავშვების 30%-ს მეტყველების ხარვეზები აღენიშნება. ყოველ მეხუთე ბავშვს კი გარკვეული პრობლემა აქვს მეტყველების მიმართულებით. ამიტომ გადაწყვეტეთ, რომ ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ, მით უფრო რომ გარკვეული ტერმინოლოგიაც ჩამოყალიბდა უკვე, იგივე გაჯეტების თაობა, პანდემიის ბავშვები, ცრუ აუტიზმი და ასე შემდეგ. ასე რომ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში გავიგებთ თუ რომელ ასაკში როგორ უნდა საუბრობდეს ბავშვი, ასევე სკოლამდე ვიდრე ბავშვი შევა სკოლაში, როგორი უნდა იყოს მისი მეტყველება და მოკლედ დეტალებს გავიგებთ ჩვენი სტუმრისგან. წარმოგიდგენთ ხალბატონ ეკა ჭავჭავაძეს, დაბრძანეთ ხალბატონ ეკა, მადლობას გიხდით რომ ხართ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა მეტყველების თერაპევტი და მოდით უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე, რომლებიც მშობლებისთვის ასეთი მტკივნეულია, იმიტომ რომ დღეს უკვე უფრო და უფრო მეტი მშობელი სწუხს იმაზე, რომ მისმა შვილმა გვიან დაიწყო საუბარი ანჯერა რა მეტყველებულო, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად 3 წლის არის, ან კიდევ უფრო მეტიც, რეალურად გადმოიწია ამ ასაკმა, ამას უკვე მივხვდით, მაგრამ რა განაპირობებს? მოდით მიზეზებით დავიწყოთ საუბარი. დიახ, ნამდვილად ამეტყველების ვადები გაზრდილია, თუ მაგალითად იგივე ჩემს ბავშვობაში, იგივე თქვენს ბავშვობაში პირველი სიტყვების გაჩენის ვადად მიიჩნეოდა გოგონებში 12 თვე, ანუ 1 წელი, ხო, და ვაჟებში ცოტა რამდენიმე თვით უკან. დღეს ამ ყველაფერმა გადაიწია და მიჩნეულია, რომ 2 წლის ასაკში ბავშვი უნდა საუბრობდეს ძალიან მარტივი ორსიტყვიანი წინადადებებით. ხოლო პირველი სიტყვები უნდა გაჩნდეს დაახლოებით სასურველია წლინახევრიდან. რა თქმა უნდა ცოტა უფრო ადრეც, მაგრამ ძალიან ცოტა ბავშვი ვიცით ჩვენ, ვინც წლის ასაკში უკვე ერთეული სიტყვებით საუბრობს. ანუ ფრაზები, ძალიან მარტივი ფრაზებით ბავშვი დღეს უკვე უნდა საუბრობდეს 2 წლის ასაკში და უნდა დავივიწყოთ ის ყვადაღებული პოსტულატი, რომ 3 წლამდე შეგვიძლია ველოდოთ. არავითარ შემთხვევაში 3 წლამდე ლოდინი არ შეიძლება. პირველი ფრაზები ელემენტარული, რომელსაც პრაგმატული დანიშნულება აქვს. ანუ მიზნობრივად იყენებს ამას ყველაფერს ბავშვი, უნდა გაჩნდეს წლინახევრიდან 2 წლის ასაკში. მოდით მაშინ უფრო დეტალურად ვისაუბროთ რაზე იცით, რა ასაკში როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი. პირველი ვთქვათ ფრაზები, როდის უნდა შექმნას, გამართულად რა ასაკში უნდა მეტყველებდეს, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ არავითარ შემთხვევაში 3 წლამდე არ უნდა დაველოდოთ ბავშვს. როდის არის ერთგვარი წითელი ალმები მშობლებისთვის, რომ ბავშვს სჭირდება დახმარება ამ მიმართულებით? ჩვენ მშობლებს 2 მიმართულებით გვევალება ამ შემთხვევაში ყურადღების გამახვილება. პირველი თუ რა ვადაზე იწყებს ბავშვის საუბარს და მეორე უკვე ამეტყველებული ბავშვის ექსპრესიული, ანუ გარეგანი მეტყველება როგორია, რას ვისმენთ მის მეტყველებაში. პირველი, ანუ წითელი ხაზი, რა თქმა უნდა გაჩნდეს მაგ სიგნალად ეს უნდა იქცეს, როდესაც თუნდაც 2 წლის ასაკში ბავშვი არ საუბრობს, გარდა ამისა არ იყენებს სიტყვებს მიზნობრივად. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა ბავშვს გააჩნდეს ლექსიკური მარაგი, ცნობდეს რაღაც ძალიან ბევრ საგანს, ასახელებდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ იყენებდეს მას, ამიტომ აუცილებელია პირველ ყოვლისა ამ დროს მივმართოთ სპეციალისტს, ხოლო თუ დაახლოებით 4 წლიდან 4 წლინახევრის შემდგომ ბგერათა წარმოთქმის დარღვევები აღენიშნება მას. ჩვენ, როდესაც ბავშვი გარკვეულ ბგერას ამახინჯებს, ჩვენ ეს ასაკობრივად შეგვიძლია მივიჩნიოთ დაახლოებით 4 წლამდე, ხოლო 4 წლის შემდგომ უკვე ბავშვმა თანდათან უნდა დაიწყოს სწორად და წარმოთქვას იგივე მაგალითად გკკ, რომელიც ხშირად არის პრობლემური, შემდეგ რლ და ბოლოს სისინა და შიშინები დაახლოებით 5 წლის ასაკისთვის. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, ანუ 6 წლის ასაკში ბავშვი უნდა გამართულად სწორი არტიკულაციით ამბობდეს მის მშობლიურ ენაში, ანუ იმ ენაზე, რა ენაზეც ის მეტყველებს, ყველა ბგერას უნდა გამართულად ამბობდეს. კი ბატონო. მოდით ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზებზეც, რამაც გამოიწვია ასე ვთქვათ გადადება მეტყველების დაწყების ბავშვებში. უკვე გარკვეული ტერმინოლოგიებიც, ტერმინებიც კი გაჩნდა. იგივე გაჯეტების თაობას უწოდებენ ამ ბავშვებს და თითქოს არაფერი ისევ აბრალებთ გაჯეტებს, არაფერია გაჯეტებმა გამოიწვია, ვთქვათ. მეორე ეს არის პანდემიის ბავშვები, როდესაც სოციალიზაცია ძალიან ნაკლები იყო და ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ასაკის ბავშვებზე, აი ამ რთულმა პერიოდმა ყველასთვის. ასევე ცრუ აუტიზმსაც უწოდებენ
უწოდებენ ხოლმე. კი ბატონო, რეალურად რას იწვევს ეს გაჯეტები და აქვე რეკომენდაციაც რომ გავცეთ, იმიტომ რომ ჯანმომ უკვე გაავრცელა ხო, აქვს ზუსტად ვიცით გაჯეტებთან რა ასაკში რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა. აი ამაზე რომ ვისაუბროთ. დიახ, ნახეთ, არსებობს კომუნიკაცია, ენა და მეტყველება. ანუ ვიდრე ბავშვი ამეტყველდება, მას უნდა განუვირთადეს ენობრივი უნარები, ხოლო ენობრივი უნარების განვითარებისთვის აუცილებელია კომუნიკაცია. რას ითვალისწინებს კომუნიკაცია? იმას, რომ მე, როდესაც ვარ პატარა და არ მეტყველებ, უნდა მყავდეს ჩემს სოციუმში ადამიანი, რომელიც მელაპარაკება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, და გარდა ამისა, მე უნდა შევძლო მისი კოპირება, მისი მიბაძვა, ნებისმიერ პრაგმატულ ვითარებაში რა სიტყვა, როგორ თქვა, რანაირად ეს ენობრივი უნარების განვითარებას უწყობს ხოლმე და შემდგომ უკვე ვიწყებ მეტყველებას, რაც ენის რეალიზება. რა მოხდა დღეს? კომუნიკაციის დეფიციტი. პირველ ყოვლისა ეს არის კომუნიკაციის დეფიციტი, რომელიც ამეტყველების პროცესს სერიოზულ წინაღობად ექცა. გარდა ამისა, აქვე არის აღსანიშნავი სწორედ ეს გაჯეტები, რომელიც თავის მხრივ ვერ ანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობას. მშობლები ფიქრობენ, რომ თუ ბავშვს აქვს ურთიერთობა გაჯეტთან, შემეცნებით აპლიკაციებთან, რაღაც განმავითარებელ აპლიკაციებთან, ასე არ არის. ანიმაციის ყურების დროს მით უმეტეს ახლა როგორი მაღალი ხარისხის ანიმაცია ხდება ესეთი რამ, რომ ბავშვებში მოკლევადიანი მეხსიერება აქტიურდება და ამის ფონზე გრძელვადიანი მეხსიერება ანუ ვერ ვითარდება და ყალიბდება ისე როგორც საჭიროა. შესაბამისად ჩნდება კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. კონცენტრაცია რა არის? თუ ბავშვი არ ისმენს მის გარემოში როგორ საუბრობენ, შესაბამისად ის ვერც ენას ვერ ისწავლის, ხო? სერიოზული გრძელვადიანი კვლევებია ჩატარებული 2-დან, როდესაც 2 წლამდე ბავშვებში არის ურთიერთობა გაჯეტა, რომ მათ მომდევნო ასაკში აუცილებლად ექნებათ როგორც ამეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები. ძალიან საინტერესოა, რომ აი პანდემიის პერიოდი, რომელიც ახლა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდხანს წლები არ გაგრძელებულა ყოველ შემთხვევაში. უცბად მოხდა ასეთი რამ. პანდემიის შემდგომ თუ პანდემიამდე დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველ მე-12 ბავშვს აღენიშნებოდა, აი ამ 2 წლიანი შუალედის შემდეგ ეს მაჩვენებელი გახდა ყოველი მე-5-მე-6. პრაქტიკულად 2-ჯერ გაიზარდა აი ამ იზოლაციისა და გაჯეტებთან ურთიერთობის ხარჯზე დასწავლასთან დაკავშირებული სირთულე, კერძოდ წაკითხული შინაარსის გაგება და გააზრება. მეორე, რაც ჩვენთან უშუალოდ მეტყველების თერაპევტთან პანდემია მოგვიტანა და გვაჩუქა, ეს არის ის, რომ თუ მაგალითად გვერდთა წარმოქმნის დარღვევების გამომწვევი მიზეზები ყოველთვის იყო ორგანული, ანუ საარტიკულაციო აპარატთან დაკავშირებული პრობლემები ენასთან, ნერვკუნთოვან პროცესებთან და ასე შემდეგ. პანდემიის შემდგომ ფონემური ცნობიერებით, ანუ ბგერების აღქმითი პროცესები დაქვეითდა ძალიან და აი ფონემური ცნობიერებით გამოწვეული მიზეზებმა გადაასწრო ორგანულ მიზეზებს. როცა ბავშვი ვერ ახერხებს დიფერენცირებას ცალკეული ფონემებისა და ვერ ახერხებს ბგერების მარცვლებად გაერთიანებას, მარცვლების სიტყვებად გაერთიანებას და შემდეგ ფრაზებს. რა თქმა უნდა, ეს გაჯეტები გარდა ამისა, რაც შეეხება ეხლა ამ ნორმირებებს. პირველი, ვინც შემოკრა განგაშის არები ამ მხრივ ეს იყო ამერიკის პედიატრთა ასოციაცია, რომელმაც თქვა, რომ 2 წლამდე ბავშვი უბრალოდ არ უნდა შეხედოს ეკრანს და ეკრანში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის ეკრანი. აი დღეს ტელევიზორი, ტელეფონი, ყველაფერი აბსოლუტურად და არა მხოლოდ ტელეფონი, როგორც ბევრი მშობელი მიიჩნევს. 2 წლიდან 5 წლამდე დასაშვები ვადები ეს არის არა უმეტეს 1 საათისა ფრაგმენტირებული დღეში ფრაგმენტირებული ეს დოზა არა. შემდეგ 6 წლიდან 10 წლამდე ეს არის აი გართობის მიზნით არა უმეტეს 2 საათისა ესეც ფრაქციებად აუცილებლად, ხოლო ამასაკში რა თქმა უნდა ბავშვებს ზოგჯერ უწევთ ხოლმე ურთიერთობა ციფრულ სამყაროსთან სწავლის მიზეზით რაღაცა გარკვეული შემეცნების თვალსაზრისით ეს არ უნდა აღემატებოდეს კიდევ დამატებით 2 საათს. ხოლო 11 წლიდან ზემოთ ასაკში უკვე ეს ჯამურად გართობას დამატებული კიდევ სწავლა უნდა იყოს დაახლოებით 4-5 საათი. გასაგებია. წარეველობა. და კიდევ ერთი ნებისმიერ აი ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვმა კონტაქტი უნდა შეწყვიტოს გაჯეტთან დაძინებამდე არა უმცირეს 1 საათით ადრე.
გასაგებია. დასასრულისკენ მინდა უბრალოდ მოვასწროთ შერეული ოჯახების ბავშვების შემთხვევაში რა ხდება, როდესაც ბავშვს ესმის მუდმივად ორი ენა. როგორც წესი ამ დროსაც იწევს ხოლმე, რა თქმა უნდა, გაჯეტებს რომ თავი დავარებოთ საუბრის დაწყების პერიოდი. რა უნდა გაითვალისწინონ ასეთმა მშობლებმა, რომ აი მარტივი იყოს ამ პროცესის გავლა, იმიტომ რომ სხვა ვერ გავექცევით. უნდა თუ არ უნდა ორი ენა ესმის. ძალიან გაიზარდა შერეული ოჯახები და ჩვენ ხშირად გვიწევს ფიქრი იმაზე, რომელ ენაზე დავიწყოთ თერაპია. ამ შემთხვევაში წარმმართველი რა, ზოგადად ლინგვისტები ამბობენ და ასეა, რომ თუ ბავშვს ერთ ენაზე აქვს განვითარებული ენობრივი უნარები, მისთვის მეორე ასაკის შესაბამისად, მისთვის მეორე ენის მიწოდება შესაძლებელია. დასაწყისში, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ ეს ენობრივი უნარები და დაახლოებით ეს არის 3 წლამდე ასაკი, მოდით ასე ვთქვათ, განვითარდეს ერთ ენაზე, ანუ უპირატესად ერთ ენაზე, ხოლო შემდეგ მივაწოდოთ უკვე ბავშვს მეორე ენა და ეს მიწოდებაც, რა თქმა უნდა იყოს აუცილებლად ცოცხალი მიწოდება უნდა იყოს. თქვენ წარმოედგინეთ, რომ შერეულ ოჯახებში კიდევ ბავშვებს ემატებათ ეს გაჯეტების მომენტები. კი. და სადაც შეიძლება ორ ენაზე მეტად დამატებით კიდე მესამე და მეოთხე ენაც ესმოდეთ. ანუ თუ მშობლებმა უნდა აირჩიონ დასაწყისში და ძირითადად ამის განსაზღვრა ხდება საცხოვრებელი ადგილის და იმ გარემოს მიხედვით, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. ანუ თუ საქართველოშია შერეული ოჯახი სჯობს, რომ ენობრივი უნარები განვითარდეს ქართულად დაახლოებით 3 წლამდე ასაკში და შემდეგ მივაწოდოთ ბავშვს უკვე მეორე ენა, იმიტომ რომ ფრაზის კონსტრუირება, ფონოლოგიური პორტრეტი ნებისმიერ ენისგან არის განსხვავებული და ბავშვი უნდა დაეუფლოს ამას, რომ შემდეგ ისევ და ისევ სწავლის დროს და სოციალური ინტერაქციის დროს არა. აი რატომ არის რომ შერეული ოჯახების მქონე ბავშვები შემდეგ გარკვეული ბულინგის მსხვერპლი ხდებიან, იმიტომ რომ თითქოს და ორ ენაზე საუბრობენ, მაგრამ აგრამატიზმი, სინტაქსური არევები ორივე ენაშია. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ვესაუბრობოდით ქალბატონ ეკა ჭავჭავაძეს, მეტყველების თერაპევტი გახლავთ და სწორედ მისგან მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და რჩევები. მადლობას გიხდით თქვენ სტუმრობისთვის. მე კი რა თქმა უნდა გემშვიდობებით და ალბათ ისევ და ისევ მშობლებზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და შევეცადოთ მაქსიმალურად რომ გაჯეტებს მოვწყვიტოთ ჩვენი შვილები და ამ შემთხვევაში მეტყველების პრობლემა იქნება ნაკლებად. გემშვიდობებით და ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ლანას, მის არაჩვეულებრივ სტუმარს და მართლაც ძალიან საჭირო რჩევები მივიღეთ ამ რუბრიკის ფარგლებში, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე პრინციპში.